მეოთხე სეზონში გამოვდივარ, ამას გიმალავდით და პირველი მინდა რომ იყოს ჩემი ოპონენტი ბალი. პირდებით რომ ბიცზე აუცილებლად დავანებ. არ გამოვალ, მაგრამ მე განახებ ტახას და ბანის ახალ კლიპს, იღებს სეტანტა და მე განახებ თქვენ ბექსტეიჯს, რომელიც იქნება ლოკომოტივზე. შეიძლება რომ რამე ხუჩა ყვარაცხელიაზე 1-2 რითმა შემოგთავაზოთ, რომ ვიცი რომ შენც რეპერი ხარ. არ ვარ რეპერი. ჰიპ-ჰოპ არტისტი. პოეტი ვარ. პოეტი. არა, ვერაფერს ვერ. არ ითამაშო ნიჩა. არ ვიცი, არ ვიცი. ნიჩია, ბოლოში. ბიჭო, იქ უნდა ითამაშო შენ ბექსზე. ბექსზე რომ დავკნა. ბექსზე არ ვიცი, შეიძლება ვითამაშო, შეიძლება არა. ისე უნდა წააგო? შანსი რომ მომეცეს უაჭველი ვითამაშო. ისე უნდა წააგო? ისე არ უნდა წააგო. ვინ გაგაგდო? ა? ვინ გაგაგდო? საიდან გიგამო? შენი ველი გიდა. ჩაწყობილი ლიგიდა. ველი გარი, ყვალი გარი ჩემი. არა, შენი ველი გიდა. ვე არა. ვე ახო და არ არის ვეთქო. Shut the fuck up, back the fuck up, ბილი არ დაგტოვო კისერ მოგრეხილი. ადი ბიჭოი. Starboy. არა. ჰავარ Starboy? არა. სუქანი რატოა? სუქანი არ ხო 6 კილო დავიგე. დაგაპდეითებს მე გითხარი და 6 კილო დავიგე. გიო დავიღალე გიო. ყველა მეკითხება მოდი ეს არა მე არ პასუხ მე უთხარი რომ მე და გიო ვისაუბრეთ მეთქი და არაფერი არ მithქვას მე და ერთ აზრზე ვართ მე ხო რა ვთქვა ხალხი მეუბნება რომ მეოთხე სეზონში გამოხვა თუ არა მე ვეუბნები არა მაინც მეკითხებიან შენ გინდა გამოსვლა არა აღარ ბიჭო არა აი მოდი ძალიან მარტივად სხვანაირად ვიტყვი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს ძალიან მაგარი არტისტი ვიდრე ძალიან მაგარი ბეთელ ემსი მაგიტომაც როცა გაქვს შანსი რომ მუსიკალურ კარიერას მიხედო და მთლიან მუსიკალურ კარიერაში ხო ჯობია მაგ ტოპი ვიდრე ბეთლებში იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ტოპ ბეთელ ემსი არც საქართველოში არც ამერიკაში არც არსად არა ტოპ არტისტი მუსიკოსი და პირიქით უფრო მეტი ტოპ არტისტი არსებობს რომელიც ბეთლემს საერთოდ არა საგიოთ ტოპ არტისტები არის რაც ჩვენთვის უფრო ფასეულობა არა ეს ის ატომინდო რომ შენ გითქვა ტვინი შემიჭამს შერო ჯობია იყოს ტოპ არტისტი და ტოპ მუსიკოსი და მეც მაგას ვისურვებ რამდენი გამოვწერი ყავს ალბათ ეს ვიდეო რო დაიდება უკვე 9800 მეყოლება 1100 მომწო თუ იტყვი ლექს ეგ ორი ვარიანტი მაქვს მარტო ვა რა საინტერესოა ლექს ვიტყვი მაშინ რა თქმა უნდა ამხელა თავი რომ გაქვს აროჩი გააჯვირა ვის აქვს მეტი ფლექსი ბაზარში? წეგარ უთხრა გაგიზდები. ზედმეტი ფლექსი ბევრსა. ვის აქვს მეტი თუთუნი ბლანში? შენიც მე არ. ეგეც ძალიან ბევრ რეპერს. ყოა, ჩემს არხზე მინდა რომ ექსკლუზიურად თქვა. აკაპელა დაბრუნდება? ოკეი. ყოველ შემთხვევაში გეგმაში არის რა, რომ ერთი ბეტლი მაინც ან რაღაც ჩემპიონატის სახე არ ექნება, მაგრამ ანუ ცალკე ლიგა იქნება. შევარნაძე მგონი აღარ იქნება, იმიტომ რომ იდეაში ჩუქი გამიჩეს. შეგახსენებთ რომ ეს ვიდეო გადაღებულია open air-ამდე 2 დღით ადრე. ეგრე მოგვიწია რა. მუღამია რომ რეიტინგი გავაკეთოთ და ანუ უბრალოდ მოგებების დაგროვება იყოს რა, ანუ დაეწეროს მოგება წაგება რამდენზე აქ რა, ანუ ეს ცალკე ჩემპიონატი და სეზონი გაკეთდეს 8 კაციანი. შესარჩევი იქნება თუ ძველებიდან. პატარა გეგმები გვაქვს რომ კიდე სხვა პროექტიც გავაკეთოთ, რომელიც ბეტლთანაა რა, კავშირში, პირდაპირ კავშირში რა. ეს რა პატივი მაქვს ნახე ბიჭო, ჩემთანაც. ჯერ. ხო, ნუ ის მუღამიათან რა. იქნება ახალი პლატფორმა, სადაც სხვა ბეტლ ემსიები, რომლებიც სეზონში ვერ ხვდებიან. ან ის არტისტები, რომლებიც უბრალოდ დროპავენ და უნდათ რომ სეზონში იყვნენ. შეუძლიათ ამ ჩვენს ახალ პროექტში გამოცადონ ბედი და იქიდან უკვე შეირჩევა ყოველ შემდეგ სეზონზე არტისტები. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ზამენი. ესეთ პრესტიჟში თუ ვიждდებოდი, მე მაგათაც კალაბურზე რომ დავდიოდი, ჩვენი შეცვლის სკამი იყო. გახსოვს რა იყო, ხის მორი იყო გადაჭრილი და ვიღაცა ნაკრების ფეხბურთელის საჯდო მიიდო მას კაი ქრისტო იმენა ამ კონკრეტულ სკამზე თუ ბასტოვის და დამიწერეთ ან რამე ფაქტი თუ გაქვს დამიწერეთ ავდგები და თავს მოვიდეთ ზარ გათამაშებენ ბიჭო არა მე ხადავჭი თვითაჩი ავი 97 წუთი ვითამაში სამი თამაში არ მითამაშია 4 დღიანი კონტრაქტი მაქვს შენი აზრით რატო არ დადეს ჩვენი საუნდის ტრეკი მე უთხარი რომ არ დაედოთ. მართლა? რატო?
არა ძალიან მაგარია. ეგ ვლოგი გვაქვს. გადაღებული. გიხილავთ თუ არა? სტადიონზე? კიდევ სეზონში. არა. არასოდეს? რამე მოხდა შეგარიგო? მე და ჩემმა კაცმა ვისაუბრეთ ყოამ და მივხვდით რომ ბევრად უკეთესი არტისტი ვარ ვიდრე ბეტლებს. ანუ სეზონოფის არ იქნება? არა მგონი, შეიძლება, ანუ ბოლომდე უარს არ ვიზახი არც სეზონზე და არც სეზონს. 90%-ით არა, არსად. YouTube-ზე ისე ვიხილავთ? არა. პინო. აბა? ბითი მაჩუქი. ვაა, ბიჭო. პინო. კაი, კომენტარს აწერეთ პინო ბენის ბითი აჩუქი. როგორ? 8 თვეა ტრეკი არ დამიდია და პინო თუ ბითს მაჩუქებს, ტრეკს დავდებ. ხო და ესე ქნა თუ ხახი ითხოვს. კარიდან კარში თუ მომიგებ. შანსი არა. კალაბურზე გეთამაშებით ვინა ხორს, ან ნებისმიერ ამას გეთამაშებ კალაბურზე. ვითამაშოთ სტრიტბოლი, ვითამაშოთ ერთ-ერთ. სტრიტბოლი ანუ იდაყბებს რო ვართ და კაბილები ჩამტრევებს თუ ჩამტრევა არ გინდა ახლა სახში შევდივარ უკვე და კაი, გინდა მართლა სტრიტბოლი. სტრიტბოლი ბიცზე. სტრიტბოლს მიგებს, ბიცს ვაძლევ. თუ აგებ რა შვები? ვიც ეკვებ და შენ მოგიწყვნი. არა, სლემის შესარჩევს დადებ. აი, მოდი. სლემის შესარჩევს დადებ. დავაი. ეგ არის. აუ რა ჯაჯვა იგი. ეგონა რომ თავის სიდიდეზე გავეხუმრე მოდი, მაგრამ არ მოპირებ ამაზე ხუმრობის თმას. გაიხარე. და რა მაინტერესებს, იცი? ეს შევადაროთ ასე. არა, ამას ახლა კოცნა უნდა და რაღაც არ მინდა, ანუ შეადარეთ bro თავის ზომა. ამოხა მოგვიწია, იმიტომ რომ ძალიან ცივა და გადაღება ცოტა გაიწევა რა. ნიზ და ტახას ყოჩაღ გადადით, ნახეთ კლიპი უკვე დადებული, როცა ეს ვიდეო დაიდება და ხვიჩას უსურებ წარმატებას ფინალში. შეგიძლიათ სეტანტაზე უყუროთ, GO-ZAT პრომო კოდი გამოიყენეთ ფასდაკლებისთვის 30%-იანისთვის. ასევე მერაბის ხუბიც მოდის. აი ესეთი საჩუქარი დავიტყი სამახსოვროდ. შემდეგ ვლოგის გაგრძელებას ახლა იხილავთ უკვე ოფენეარიდან. და მოვედით ოფენეირზე და ამელი ხო? ამარჯობა. რასაკეთებ გურა? უშაობ, გაკვეთილებს მესადნებ. აქ არ ერთობი შენ? მათემატიკა მაქვს ამესადნო და ეს რა არის გურა? თუ შენ დაიკოს აწყენეს და თემაზე რომ მივედი, მუწუყი გამომივიდი. მე შენ არ მოგაცდები. მე შენ არ მომაცდიდე რა. მე შენ არ მოგაცდები. მე შენ არ მოგაცდები. დღეს მე შენ გათავისუფლებ. თავისუფლები ხარ ჩემგან. ოდიში რა, წაგართვით რა. აგიდე ხარ ახლა და გამოხამბნია. რა არის? კაი, რა შევით ბიჭებო, აბა როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მე ძალიან გამიხარ და შენი ხილვა დღეს აქ. ეს გენგბენგში მოგაქცევთ მე რაცოტნე? არანაირად არ მინდა გენგბენგში. რომელი არტისტის გამო ხარ მოსული? Skyrus for life აღარ ხვალ არის. მაგამდე ლუნა. და ის Skyrus-ი რო გამოვა, ტელეფონი რო დაგიზეს, აი რა სიზავ. ზუსტად მართალია. არის მართალია. მოგწემ ჯარჯიტის ერთერად დამტენს, რომელიც გადაგარჩენს ფოტოებსაც გადაგაღებინებს Skyrus-თან. ასე ვიდეოებსაც. და მე გასტორო კიდევ. ხვალ უწევს და ხვალამდე გამაკაჩინებს. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიყოფებით ოფენიარზე. ვნახოთ სტენდები. პირველი ხდება თვალში რაღაც. არა ეს გადაიღე რა. ეს რა ფიქსირო? ეს დასალებს გავამარჯოს და ეგეთი რაღაცეები. ვერ დაწერე ხო? კი. ჩემი კულტო, ჩემი არჩევანი. კარი მორალი. რამე არ მოგწეს, არ გაიგე. ქვიში გამოვიწერეთ ბენის არხი, რაუნო. შენ აღარ აქტიურო, ხო? 2 თვეა ვიდეო არ დამიდი. რატო? სპონსორი? არ სპონსორი ყავს. და რატო არის? მეორე მიზეზი მაგ და ერთი ვიდეო მინდა რომ ჩავწერო. 14 რატო გაწერია ყველგან? მაგასაც გწელი ისტორია. არავინ არ იცის. არავინ არ იცის. თქვი? ტატუ ნახე რომ ტატუზეც გაგდა თქვი? აქ ხომ აქ? აქაც მიყოლაპარაკებს? რა? შენ მაინც არ იცი რატო აწერია 14? არა, იცი და არ მეუბნები.
სცენაზე ვეღარ გადაგიკვეთებ, გავიკეცი მე იმიდან კლიპიდან. შენ გითხოვენ პოდკასტში ძალიან. აი მოვალ. როდის? ჯარში აღარ მიდიხარ? არა? გადაიხადე ბიჭო, მართლა? მაგამდე გამოფხიზო. აი ბიჭო. ერთი ლირიკა მაგ ბიჭო მაშინ ხარალე. მისი ლირიკა მაშინ ხარალე. ბიჭო ახლა მამა ბო მარლე. როსებასება ბოტა მე ვარ ხარლე. ოპა, ბენის გამოჩენა აღმოაჩინეს იქიდან. გვებრძვიან ისინი, რა ქვია, პროდიუსერები და ვაიმე ბენი როგორ ახერხებს? აი, ამისიც გამოგიწერეთ პარ. ამისიც გამოგიწერეთ პარ. არ მოგესალმე? ხო. ბიჭო, შენი მომიტანე ლუდი დროზე მომიტანე. ხალხი გვიყურებს სად ლაპარაკ. იქ გიყურებს შენ ხალხი თუ აგიყურებს? ბიჭო, აქ ნახე, მე ასე რომ ვიხედები იქ ხალხსაც ვხედავ, ჩემს უკან ხალხი დგას. ხვდები? ჩემს უკან მე ასე პოლიტიკური განცხადებისთვის მე ასე ხალხის გარეშე აქ ვერ მოვიდოდი. ხვდები? აქამდე ვერ მოვაღწევდი ხალხი. ხალხი ჟებული აქვს, ეს ამჯერად ვლოგი არის რაღაცებები, ახლა ვერ ვახსენებ, ფიზიკურად ვერ ვახსენებ მართლა და მე უკვე ოფენეა. ძირს გიორგი კალატოზის თარეში ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში და წადი ნორიოში რა. ხო სწორად. ნორიოშია. ხო იხდიდი ამაში ფულს. ფულს ხო იხდიდი ამაში. ბიჭო, არაფერი განახდელი მაგაში არა ვარ და. არა, შენ ხო მითხარი. ახლა არის ჩემი ფავორიტი ადამიანი სცენაზე და ჩვენი. ლუნა არის სცენაზე და ვერ მივდივარ ახლოს იმის გამო რომ ცოტა და გუნდიშასთან ცოტა და გუნდიშამ დაითრიეს და არა რა დამითრიეს შემოვედი მე თვითონ, მაგრამ ახლა ხო არ ავდგებოდი, სუფრაზე ვიყავ, ხო არ ავდგებოდი. ბათაშორის ახლა ვლოგში არ ჩანს, მაგრამ პინოსთან მქონდა კაი ერთი საათნახევრიანი ბაზარი. ჩვენ და პინო ვაბირჟავით, პროსტა ამ ვლოგში უკვე. ვიკეშე შიფსი ბიჭო. გინდა? ეხლა ორი წამი და დაგითხრათ, ორი წამი. და მიღეთ რა ბენოსთან ფოტო რა. ვსო. აუ ეს, ვინ არის რა? ნახე ვინ გავაძრე? ვინა გააძრე რა. ჩახდილ, გახდილ, ჩაფსკვნილ. დიდი გაიხადე და ეგრე დადეგ, მართლა მაგარი. არა, არ მინდა ეხა. ეს არის მიცვალებული, რომელიც ადგა. აღვსტკი. ბრმა რომელიც განათლდა. მშიერი, უფულო. ალო ძმა, მე იქ რაღაცა იმ ვიდეოში შენ სანამ დადებ, მე რაღაცა ღამურები შევამჩნიე. ღამურები შევამჩნიე? ღამურები შევამჩნიე. ესე იგი უფულო არ ხარ. ღამურა შევამჩნიე. ის რა დაკვირვებული. სტორიდან შევამჩნიე, ღამურას ეხუტებოდი. ვეღარ შეაცოდე ვერავის თავს. ეხლა როგორ ფსამდი? მოდი პირდაპირ. როგორ აი კამერაში თუ გამოჩნდება, კამერაში თუ გამოდით ხო ვიყავით. ვსავდით ტუალეტში არა და იმაში ბოთლში. ბიჭო, რეკორდს ხსნიო ხო თქვი? ეს მერე, ეს ვცადე პროსტა. ეს პროსტა მცდელობა იყო? ეს ვცადე რომ ანუ აი ტუალეტის თემა, წყალი როგორ ჩამოდის თუ არ შემოდის იმაში. და ის რაც გვაინტერესებს ყველას აი მოფსმა არა და მეორე აი ეგ მაინტერესებს. შევიკავე ჯერ 3 დღე, მაგრამ მე აღარ მგონია რომ შევიკავე. 3 დღე შეიკავე, ანუ არ ჭამდი რა. ნუ პირველი დღე მანამ ჩავიდოდი. ხო, არ ჭამდი ესე იგი. არა, ჭამდი, მაგრამ ანუ იმდეს არ ჭამდი რომ 2 დღე შევიკავე ჩათვალე. ანუ მესამეზე ჩაიჭი. მესამეზე ჯამოვედი და ეგრევე მეთქი გამი. ხარაბა. ფოტოა ხო? გახსოვს ბოლოს ერთად რო ვიყავით აქ, გალუმპული კატებივით რო ვიყავით. მაშინ სამსახურში მოვიტყვით 18, ხო იცი? მაშინ მუშაობდი? მართლა? მაშინ მუშაობდი. ანუ რა სიტყვი შეიძლება? აუ არა რა. ამის უკან ვიდექი რომ მეთქი ვიღადავ ყლებები ვაკეთებ და იმხელა თავია ბიჭო რომ არ ჩა. ჩემო ბენი. ხო. აღარ ვაინტერესებთ რო იცოდე. მას აღარ ვაინტერესებს რამდენი ადამიანი მომესწრება. მაშინ შენ მე დამივიწყეს. ერთი ბავშვი მეუნება, ტეტრის სულ ვუყურებო. აი იმენას სულო გამოურთავად უყურებო და მეთქი რაღაცას მატყუები მეთქი და არაო არ გატყუებოდა მეთქი 2 წელია ვიდეო არ დადებულა ტეტრის არხზე რას უყურებ მეთქი რა ძრელ ვიდეოებს უყურებ შენ რა იციო ბიჭო შენ სადახარ დებილო მე სადახარ რა ხდება მაგარი კაცი რა მაღალი ბიჭი ხარ შენ გაიხარე რომელი უფრო მალეავა 500,000 რომელი უფრო მალეავა 500,000 სოსო თუ ჰანგრი მე აი ეს დაიმასოვრე და მე ბენის და გავახსენებ. კარჩი ვინმე ჩემი აქ თუ არ გაქვს გამოწერილი გამოდით გამომიწერე. ამი ვიდეო მაგ 100,000-ზე და 2 შენ ხარ. აპატიე ბოდიში. ბოს.
კაროჩი გამოიწერეთ, ვინმეს გამოწერეთ თუ არ ყავთ, ჩემები თუ მიყურებთ და ასაბით. შენ გეიხარეს იმ თავგასამოვიდა ტიპი არის შენ ძმობას პიცავარ ნიკაპის ქვეშო ჩახეო ფეხსაც მელები უჩას იმხელა თავი აქვს ანუ მარტო თავი ხარ შენ ჩემ და მიკროფონში ვიკითხო ის უფრო დიდი თავი აქვს და არავინ ჩემზე არ ეხე თავის შეადარე თავის ზომა შეადარე მოდი ერთ წამი ეს სპეციალური სკრინებია თავის ზომა შეადარე ტიპი მეუნე რომ ბიჭო რამხელა თავია ახე რამხელ ჩემზე დიდი თავი აქვს და თავგასავ შენ ძმობას პიცავარ აუ ბიჭო კაროჩე რა კომენტარებში დაწერეთ ვის უფრო დიდი თავია. ას მეუნები? ხმა მომეცი მაფიაში თქო. კი. და ჩვენთან არის ქიმერა. უი. გამარჯობათ. ჩვენთან არის ქიმერა და ქიმერა. აგი არის იგი თუ იგი არის აგი? აგი არის იგი. რამდენზე ხარ? რამდენ გამომწერზე ხარ? 197,000 სანდაც. რა გამიქცა ბიჭო ასეთ მე მახსოვს 100,000-ზე ახვედი? ერთ ფაქტს გეტყვი რომ წინა წელს ავედი 100,000-ზე და ერთ წელში მომატა 100,000. ხალხო, რა გახდება რომ მეც ესე აი ესეთი რაღაცა დამემართოს მეც. უბედურება და არ ვქნი, ეს უბედურება შეგემთ, ხო ახლა 100,000 რომ მოგემატა ერთ წელში. უბედურება აბა რა არის? აი ეგეთი უბედურება შემემთხვეს ბევრი. სულ ეგეთ უბედურებებში ყოფილი. აი ხალხო ხო რა ხალხო უთხრა რომ ეგეთი უბედურება დაამთქმეთ ბენის რომ 100,000. სად არის ეს კორკოტა, სად არის? ჩაგიარეთ. ახლა სად არის ეს კორკოტაც მოვიდა კორნერი ბატონი. მოგესალმებით, ვისი არხია რა ხდება? შენია, გამოიწერეთ ბენის არხი. და დააბრუნოს კალათბურთის ვიდეოები თუ შეიძლება. ვიღები კალათბურთის ვიდეოებს. დაუძახეთ კომენტარებში დაუძახეთ კორკოტას. კორკოტასთან მომივიდა ასეთი სისულელე მომივიდა კორკოტასთან. მოკლედ გოგა, რომელიც ასევე ჩემი მონტაჟი არის და კალათბურთის ვიდეოებს მიმონტაჟებს, მეუბნება რომ კორკოტა მოგწერს ახლაო და ვიდეოშიო და აი როგორ გადარბენებზე ვარ იცი კორკოტასაც რო ერთი სიტყვა უთხარი რა ამას ეგონა რომ ცეკვები და რაღაცები მოუწერდა კორნერში და რეალურად 1000 ლარი დაკარგა ხო წარმოგიდგენიათ მეთქი ბიჭო მისტერ ზურა რო აკეთებს ესეთ რაღაცა აუ ბიჭო მეთქი მე გამოვიარე ეგ პერიოდ ნაგავში ჩახტომები პროჭით ფანტაზე დაჯდომები ეგ დარჩენილი ხო არა არ მაგარია რაღაცა არ გვიცდია მაგრამ ჩვენც ალბათ მაგტატი ასე ვართ ხო და კაროჩე გამოიწერეთ ბენის არხი ძმაო, იმიტომ რომ მე სანამ იუთუბერობას დავიწყებდი, მე მგონი 3 წელს ადრე ბენი უბერავდა და დასაფასებელია ძმაო, დასაფასებელია და გამოიწერეთ ძმაო. მე მაშინ ტანკი ონლაინს თამაშობდი. ტანკი ონლაინი მოკვდა სამწუხაროდ, მაგრამ აი მე რო იუთუბერი ვარ, ვის დამსახურებაა, იცი? ვისე? თემურ გვარაძესი. აუ, ясნი, აი ასე. თემურ ესეთ ხულაობებზე უნდა იყო ძმაო აქ. ჩამოდი ნორვეგიიდან თემურ. გადაიხადე 1000 რაღაცა ევრო რომ მოხვიდე. კონერი ასპონსორეს, ძმაო, ჩამოდი ძმაო. აბას კი არა მოიწე. სიტყვის კაცი არის კორკოტა ძმაო, სიტყვის კაცი არის. თუ კორკოტა ეს სიტყვა არ შეასრულა, მსგავს გონიზიებაზე თუ არ ჩამოვყავს თემო ნორვეგიიდან საქართველოში ძმაო. ხო არ მithქავს, ამან თქვა. გაიხარეთ ბიჭო, მადლობა, აღარ მოგასცეთ. წვინს აღარ შეგიჭამთ, ესე კონკრეტულად კორექტულ სიტყვებით რო გითხრათ. ეგად იყავით და გამოიწერეთ ქიმერას არხი, კორკოტას არხი, კორკოტა დაბრუნდა, კორკოტა რეალში, კორკოტა სად არის? კარგია. აბა თუ გამოიცნობთ, ეს კაცი ვინ არის? ეს არის კაცი, რომელსაც კი აღარ მეუნებიან ქუჩაში, ბენი, ტეტრისის ბენი, არა. ამ კაცის მაგაც მეძახიან უკვე ქუჩაში, ხედავ. ან დავეცი, ან ავეციან შაბეცი. ეს არის კაი. თავს იმალავს. ძალიან მისტერიოზ კაცია. როდი ჩამოხვედი შენ ვაფშე? როდის ჩამოვედი? შინწი. მე ბათუმში მეგონა კიდე. არა, შეცი. აქ როდის მოხვედი? 1.5 საათია. და ეს კაცი არის ჩემი ბავშვობა. მოდადი დათომე. არა, ეგ რა თემაშია, იცი ზემოთადები და არასწორითადები, რატო აი. რა არ ვარ? დათომეზე პირიქით რო წაიკითხო ზემოთადები. ეს არ ვიცოდი. ვიცოდი შენ? დათომეზე პირიქით რო წაიკითხო ზემოთადი. ეყლევარ. შენთან მაქვს საბოდიშო. შენთან მაქვს საბოდიშო. რაზე? წეგანი ისე ჩაგიარე, მე მითხარ რომ კონტრა იყო. არა. შენთან მაქვს საბოდიშო. შენა? რა ისე кайფი. შენ უნდა მოხვიდე ჩემთან პოდკასტზე. პოდკასტზე ის დავიბაზრე. კი, ვიბაზრე. არა, მე უბრალოდ კამერაში მინდა რომ გითხრათ რომ მე და შენ რო ვიბაზრეთ ეგ ვიცი. გავიშიტებით. აზარი არა. და ვლოგი წყდება ესე ლამაზად. იმიტომ რომ open air-ზე
ძალიან უპასუხისმგებლო ორგანიზატორებმა მოაწყეს სკანდალი და ატრიალეს მართლა საბოტაჟი. რეალურად რის გამოც ვიყავი მისული ოფენერზე, იყო PvP. პირველ დღეს როგორც გავიგე მოხდა რაღაც კონფლიქტი, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ბიჭები ვერ მოლაპარაკდებოდნენ. მოილაპარაკეს კიდევაც როგორც გავიგე, ანუ მე გადმოცემებით უფრო ვიცი ვიდრე შიდა ბაზარი. და ამდენი ხალხი დედას ვფიცავარ, ალტერ სტეიჯი, პატარა სტეიჯი იყო ძალიან რა. აი ამდენი ხალხი რომ ალტერ სტეიჯთან იდგა, მაგდენი აი დედას ვფიცავარ, მეინ სტეიჯთან აღარ იდგა რა. ველოდებოდით ბეთლებს, ლაივებს, ბიჭების ლაივებს ველოდებოდი. იდეაში სკაის გამოც ვიყავი მისული. თან რა ხდება, პირველ დღეს საერთოდ შუქი ჩაუქრეს და ბეთლი ჩატარდა შუქის გარეშე ჩათვალეთ. მარტო მიკროფონი ისმოდა და დალში ხალხი ანათებდა. აი მენაც ვეჭ გეუბნებთ, ხალხმა გაანათა ეს ბიჭები. მეორე დღეს უკვე სცენაზე ვავიდნენ ტაჰა და კოა, გათიშეს შუქი. აუ დავა. ისეთი რამე მოხდა ახლა აქ, რომ ამას ახლა ესე ვერ მოვყვები და ყველაფერს გცლად მოგახსენებთ, აუცილებლად და დეტალურად ხვალ დიდი ბოდიში. ფესტივალი გრძელდება. არა, ეხლავე ამდენს მე ვერ მოვყვები, იმიტომ დამიჯერე. ბოდიში, ყველა იმ სმენელთან, ვინც მოვიდა, კონკრეტულად ვალდებული ვარ და ამას კი ბატონო. არა, ეხლა მაგას გეუბნები, რომ ცოტა ეს ვერ მოხდა. იმიტომ აქ მოხდა ისეთი რაღაცა, რასაც შეიძლება დანაშაულის სახე გონდეს. შეიძლება. რაღაც ანუ ხო, მოხდა ეგეთი რაღაცა. და რა თქმა უნდა, იმ დღეს არც ბეთლი ჩატარებულა ტოტოს და მედმოსესი და არც ლაივები ჩატარებულა ბიჭების და ეს ხო არის საზიზღრობა ბიჭო, რამდენი მან დავიდა PvP-ის გამო, ანუ მაგალითად მე, ვინ უნდა დააბრუნოს მაგის ფული რა, იქ ხო მიდიხარ, გზაში ფული გეხარჯება, სვამ, პლუს ზევიდან რამდენს იხდი იმ ბილეთში და რაღაცა უთანხმოების გამო, როგორც 10 წლის ბავშვი გაიბუტება, ისე გაიბუტა ასეთი ორგანიზატორები ამხელა პროექტის. ასეთი დიდი დისრესპექტი ხალხის მიმართ მე ჯერ არ მინახავს პროექტის მხრიდან ტეხავს უბრალოდ რა დამოკიდებულება თუ PvP-ის ხალხთან გაქვთ რაღაც ცუდი დამოკიდებულება კიდევ ვიტყვი რომ კაი რა ხალხი ვინც იყო თქვენთან ამოსული იმის გამო რომ ამ ბიჭებისთვის მოესმიათ მაგ ხალხს რატო არავინ არ ცემს საჯაროდ პასუხს ანდაჟე ვიდეოც ედოთ ინსტაგრამზე აჰასი სადაც შუა გამოსვლის დროს უთიშავე შუქს ანუ თავიათ ინსტაგრამზე ედოთ და მე როგორღაც ვიღაცა მოიფიქრა რომ მოდი წავშავოთ თორე ტეხავ არ ვიცი მოკლედ გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო მე ჩემი მხრიდანაც გიხდით ბოდიშს რომ ვერ განახეთ ვის გამოც მივედი რეალურად ის და იმედი მაქვს რომ დაალაიქეთ აუცილებლად მეგობრებს გაუზიარებთ გამოიწერთ PvP-ის ბიჭებს ჩემგან ხარდაჭერა და აბა კარგად იყო. გაუმაზი აქ ვერსი არ გეგონოს დამავიწყდა უბრალოდ არ გერჩი. ეს სუგანი ლეში შევიტანე მის ცხოვრებაში ახალი ფლექსი.